როგორ ფიქრობთ, რა ქვია დოკუმენტს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში ინახება, მაგრამ საგულდაგულოდ გიმალავენ? ან არ გიმალავენ, მაგრამ თუ მაინც გაიგებ, რომ ის არსებობს, უბრალოდ არ არსებობს შენთვის. ყვითელი ფენა. ეს არის დოკუმენტების ერთობლიობა, რომელსაც ინახავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და რომელსაც უნდა კონდეს იურიდიული ძალა, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ საიმისოს, რომ ეს მასალები თქვენ არ გამოიყენოთ და გამოიყენონ თავად საკუთარი შეხედულების ამბავი და როგორც წესი თქვენ საწინააღმდეგოდ. ხა როგორი შემთხვევა გვაქვს? მოსულია ადამიანი, რომელსაც გააჩნია რაც გარკვეული უფლების დამდგენი დოკუმენტები, დამატებით მოუძებნეთ მასალები და აქვს მოკლედ მებაღის წიგნაკი, რომელიც წიგნაკშიც ყველაფერია შეყვანილი ისე როგორც უნდა იყოს, უბრალოდ რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს, რაღაც ბეჭედი არ ჩანს, რაღაც ხელმოწერა თლად კარგად არ იკითხება და ამ ადამიანს გადააცივდნენ, რომ აი დოკუმენტია პრობლემური, ეს არ არის ის რაც უნდა იყოს საკმარისი, 50 წელიწადია გასული, თან წარმოიდგინეთ 50 წელი. 5 წლის წინანდელ დოკუმენტებს გადის ფერი და რაღაც ზიანი ადგება და 50 წლის წინ გაცემულ დოკუმენტზე დაასდევენ, რომ აი არა, ეს არ არის იმ ფორმით, რაც საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის. და აი წარმოიდგინეთ, რომ ამ ძიების და რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა კიდევ ინფორმაცია ყვითელ ფენაში, რომ ეს ადამიანი, რომელიც ითხოვს ნაკვეთის რეგისტრაციას იქ, სადაც შეტანილი აქვს მოთხოვნა, ასევე დაცულია ინფორმაცია ყვითელი ფენების შესახებ. ეხლა როგორ უნდა იქცეოდეს, ხო, კეთილსინდისიერი ადმინისტრაციული ორგანო, ხო? თუ მე რაღაც ხარვეზიანი მაქვს და არ მოგწონს ბატონო ჩემი დოკუმენტი, ხო შეიძლება შენთან დაცული დოკუმენტების საფუძველზე მოახდინო შევსება და სრულყოფა იმის, რაც, დაუშვათ, მე ხარვეზიანი მაქვს. ეს ხო არ არის ვიღაც პირადი არქივი ან პირადი რაღაც საქაღალდე. ოფიციალურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტებია ყვითელი ფენის შესახებ. ანუ რაც ნიშნავს, ეს იყო საინფორმაციო ჩანაწერები მიწებზე არსებული სავარაუდო მესაკუთრეების შესახებ, რომელიც გაკეთდა 2000-იან წლებში და მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა დოკუმენტები, რომელიც ასევე გააქრეს და მოასწრეს ერთი აღწერა ამ ყველაფრის და ყოველ კონკრეტულ ლოკაციაზე მითითებულია ინფორმაცია სავარაუდო მესაკუთრის შესახებ. ხვდებით ხო, ანუ მე შემოაქვს დოკუმენტი, რომელიც თუნდაც იყოს ხარვეზიანი, შენთან ანუ ამ საჯარო რეესტრში ეს დაცული არის და წერია, რომ მე ვარ ამ ნაკვეთის მესაკუთრე და არა. მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად მეუნები, რომ არა, დოკუმენტები არ გაქვს სრულყოფილი და ვერ დავარეგისტრირებ თქვენ ნაკვეთს და ასე მოიშორეს ადამიანი თავისი ჭკუით, რა თქმა უნდა. და ასე აპირებენ, რომ მოგიშორონ თქვენც. ეს არის მთელი ჯაჭვი ქმედებების და არ მნიშვნელობა არ აქვს თქვენ გარდაბანში ითხოვთ რეგისტრაციას მცხეთაში თუ თერჯოლაში, ყველას იგივე ბედი მოგელით, რაც ამ ადამიანს, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი, რომელსაც ქვია მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომ ფენა, რომელიც ინახება მასთან და ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და რომელსაც სხვათა შორის ხშირად იყენებენ იმგვარად, რომ გიპირისპირებენ როგორც მტკიცებულებით დოკუმენტს, თქვენ შეგიძლიათ დაავალდებულოთ, რომ მიანიჭონ მას იურიდიული ძალა და საერთოდ რომც არ გქონდეთ წიგნაკი, მიღება ჩაბარების აქტი თუ სხვა რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი, მარტოოდენ ყვითელი ფენის ჩანაწერიც კი საკმარისია საიმისოდ, რომ პირი კონკრეტულ უბანზე იქნას ცნობილი უძრავი ნივთის მესაკუთრედ. ამიტომ იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის და იჩქარეთ, რომ მე ყველაფერი გააკეთოთ 2025 წლის ბოლომდე, რადგან ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, 2025 წლის შემდეგ საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფოს საკუთრება.